4 წლის ნანუკა, 5 წლის პეტრე და 7 წლის გიორგი ობლად დარჩნენ. ეს სამი ანგელოზი შესაძლოა ქუჩაში დარჩეს თავშესაფრის გარეშე. ბავშვები ნახევრად მშივრები არიან. ყოველდღე მხოლოდ სარიელი პური აქვთ საუზმედ, სადილად და ვახშმად, არაფერი სხვა. დედა და ბავშვები არსებობენ სოციალური დახმარებით. ისინი იძულებულნი არიან ქირითი ცხოვრონ სარიელ კედლებში. მათ არც არეცხი მანქანა აქვთ და არც გასქურა. მათ სახლში არცველი წერტილი არსებობს და საბრალო დედა იძულებულია მეზობლებს თხოვოს დახმარება. ბავშვების დაბანა და სამოსის დარეცხვა. ოჯახი უკვე ვეღარ ახერხებს ქირის გადახდას. უკვე 3 თვეზე მეტია დავალიანება იზრდება და საბრალო დედა შეშინებულია. რა მოხდება თუ მათ სახლიდან გამოასახლებენ? თანაც ლამზირა ორსულად არის და მომავალი ბავშვისთვის არაფერი არ არის მზად. არც ბავშვის საწოლი, არც საფენები, არც ტანსაცმელი. თებერვალში, შუა ზამთარში მას მოუწევს ახალშობილი სახლში მიყვანა, სადაც არც გათბობაა და არც ხელი წყარი. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლები მოგმართავთ გულითადი თხოვნით. გთხოვთ, იყავით ჩვენს გვერდით და დაეხმარეთ დაუცველ ობოლ ბავშვებს გადარჩნენ ამ არაადამიანურ პირობებში. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.